ბევრს გონია, რომ ვაშლის ძმარი სამკურნალო საშუალებაა. რა თქმა უნდა, ველურ ადგილებში, სადაც არ მოდის ვაზე ბურძენი, სხვა გზა არა. ოღონდ იქ ზამთრობით არის ძალიან სერიოზული ყინვები, -30, -40 ერთი თვე ყველაზე ცოტა. და ვაშლის ძმარს რომ აკეთებენ, მერე ყინავენ ვაშლის ძმარს და გაყიდვისას ხოცავენ გაყიდვით, ხანგრძლივ გაყიდვით ხოცავენ საფუარს, რომელიც ვაშლის ღვინის, ანუ სიდრის დამზადებისას არ ყვდება. ანუ თუ თქვენ 6 კვირა 4 მაინც -30, -40 გრადუსზე არ გაყინავთ ვაშლის ძმარს, ჩათვალეთ, რომ თქვენ ყლაპავთ საფუარს, რომელიც არ ყვდება ვაშლის ძმარში. დაფიქრდით კარგად და გადაწყვეტეთ. მით უმეტეს, რომ არსებობს ალტერნატივა. დილით ის პირველ ნახევარში თუ შეჭამთ ნახევარ ვაშლს, მაინც ერთ სუფრის კოვზამდე ვაშლის ძმარს მიიღებთ, რომელიც უსაფრთხო და მასში არ არის საფუარი. გარდა ხმის ფერმენტაციით ორგანიზმი თვითონ, უпростоრად მიკრობიომი გარდა ხმის ვაშლის ძმარი. ოღონდ შეეცადეთ ბევრი ვაშლი არ ვჭამოთ, იმიტომ რომ დუღილი დაიწყება ნაწლავებში, დღის პირველ ნახევარშიც რომ შეჭამოთ. ხილი დუღს, როგორც ყურძენი დუღს, ნებისმიერი ხილიც დუღს ნაწლავებში. ამიტომაც იყავით ზომიერნი. და კიდევ ერთხელ და კარგად დაფიქრდით ვაშლის ძმარის მიღება არ მიღებაზე, უпростоრად საფუარის მიღებას ვაშლის ძმრის დასახელებით, ამაზე კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ საფუარი ნაწლავებში კატასტროფა, ნომერ 1 კატასტროფა და შეეცადეთ ღვინის ძმარით ჩაანაცვლოთ ვაშლის ძმარი. ან თუ მაინცა და მაინც ვაშლის ძმის მიღება გინდათ, ნახევარი ერთი საშუალო ან მცირე ზომის ვაშლი მიირთვით ილავნით. ვაშლის ძმრის გარდა თქვენ ვაშლით ასევე მიიღებთ ანტიოქსიდანტებს, მიკროელემენტებს და სხვა ბოჭკოვანას და კიდევ სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. იყავით ბედნიერნი და ჯანმრთელნი.